ერთი მაგალითი სულ უკანასკნელ ხანებში ვოკარი თვალით თუ მეზობელმა მარილი გთხოვოს და არ ქონდეს მარილიანი სიტყვით მაინც გაისტუმრეო ასეთი გამოთქმა ქართული და ერთ უცხოელს უკვირს ეს რომ გაიგონა ქართველებშიო მარილიო დადებითი მნიშვნელობით იხმარება ამ დროს უკვირს ეს ძალიან უკვირს რა იმიტომ რომ კონოტაცია ასეთი კონოტაცია მარილს მარილიანს არ აქვს სხვენებში არ აქვს მე ვერ მარილოკაციაოს ხო და მარილი როგორია ჩვენთან მარილი ლამაზსაც ნიშნავს მარილიანი შესახედაობა აქვს მარილიანი სიტყვა ამ დადებითი კონოტაცია არც ერთ ენაში მე ვერ ვნახე ხონდეს მარილის ნაში აქვს და ორყოფითი კონოტაცია აქვს ყველგან და აქ აქვს და საიდან აქვს სახარებიდან მარილნი ამ ქვეყნისანიო პროებნება იქიდან აქვს ამან წამოიღო ქართველმა წაიკითხა მოეწონა და სხვა ვერ წაიღო ეს ვერც ენაში ვერ ვნახე რომ კარგი კარგი მაგალითია ანუ აქმა უფრო ცოცხალი აღმოჩნდა ქართველის ანუ ის მარტო ეს ამბავი ძალიან მრავლის მეტყველი არის ძალიან მრავლის მეტყველი